მესი თუ რონალდო? მესი. ძალიან დიდი დავა მესს და რონალდოს შორის. ორივე რო იყოს რა მოხდა. ორივე არის კიდევაც, მაგრამ თვითონ ერთმანეთში ხო ძალიან პაექრობენ. მათი გულშემატკივრობით ძალიან პაექრობენ და კვებითაც სხვადასხვანაირად იკვებებიან, ვინც ის ესეც რაღაც განზრახდება, არ ვიცი, მაგრამ საერთოდ სხვადასხვა მენიუთი იკვებება ეს ორი ფანტასტიკური ფეხბურთელი და სპორტსმენი. არც არის გასაკვირია შეხა ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ხომ ყველას თავის პირადი ნუტრიციოლოგები ეყოლებათ. და რონალდო ცნობილი არის იმით, რომ რონალდოს ან ძალიან დაბალი სხეულის მასის ინდექსი აქვს, 10% აქვს სუცხიმის შემცველობა, დანარჩენი თითქოს გუნდია რა. დედა, თურმე რონალდო არ იღებს არანაირ ძეს და ძის პროდუქტს და არც შაქარს არანაირს. აი ეს ორი პროდუქტია განულებული. მაგის გამოა ნეტა რომ დაბალი სხეულის შემცველობა. და მისი მიდგომა არის მცირეულობებით ჭამა, რადგანაც მუდმივად მიიღოს ენერგია. და ცნობილია რომ დღეში 6 ჭამს, მან მცირეულობებით. ოჰო. და 4 საათს ვარჯიშობს, ანუ აი ფიტნეს რასაც ვეძახით, ანუ ეს არის მან აზიდვები, ბუქნები, წონით ვარჯიში და ასე შემდეგ და ეგ არის იმ ვარჯიშის გარდა, რაც მე მოედანზე გუნდთან ერთად ვარჯიშობ. ანუ გამოდის დღეში 6-7 საათი ვარჯიშობს. ნუ ხა პროფესიონალი აბა ამდენი აზიდვები. აი ბიტულა რონალდო და ეხლა 10%. იმიტომ არის გამომშრალია, ისე სულ მაგაზე გამოფშიკული. მეფიქრება რომ როგორ იქნება ფეხბურთს რო თავს დაანებებს მე. მე მგონი არ იქნება კარგად. არა, არ გასუქთება, მაინც არ შეიძლება. მე მგონი გასუქთება. გააჩენ. ძალიან ჯინიანი ბიჭი ჩანს. ხო, ძალიან ის არის. ხალხს ყავა ძალიან ყვარებია. დილაობით აუცილებლად ყავას მიირთმევს. ასევე კვერცხი, ავოკადო, ეს მისი ყოველდღიურობა არის. და შემდეგ ქათამი და თევზი უყვარს თუმე ძალიან. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ დიდი რაოდენობით მოსწრეულობა არის მისი ეს თქო ყოველდღიურობა. ნუ ყველასთვის ცნობილია რომ ომეგა-3-ის მნიშვნელოვანი ცხიმია ჩვენ ორგანიზმისთვის და ამიტომაც ეს მისი დიეტის მთავარი ნაწილია და თევზის სახით იღებს ამას. გონება უჭრიდეს თუ? ხედავ შენ, მარტო ფეხი და კუჭი და ისია. და ნუ თავისთავად როგორც ვიცით რომ წყალი ხილის წვენი და ეს წყალი შეიძლება იყოს ასევე მინერალებით გაჯერებული. სპეციალური წყალი, რომელსაც ამზადებენ. ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენ შესახებ. მოდით, შეგახედეთ რონალდოს მაცივარში რა, ზის ხარ. მიდი. შევიწყიტოთ. აი, თვითონ გაგვიღებთ. მიდი რა, კრიშ, გამოიღე რა რაღაცებზე. მოკლედ, კრისტიანო ამბობს, რომ ჯანმრთელობა არის ყველაზე ძვირფასი რაღაცო, რაც გამაჩნიაო და მეო იმიტომ კი არ ვჭამო, რასაც ვჭამო, რომ ვითამაშო. არა, მე აქცენტს ვაკეთებ ჯანმრთელობაზე, ანუ იმიტომ ვჭამო და ისევ ვჭამო, რომ ვიყო ჯანმრთელიო და აი ესეთი ღიმილი მქონდეს და ესეთი ულამაზესი ვიყო. და თან ჯანმრთელიო და რაც შეეხება იმ არასასურველ საკვებსაც ცოტა არეუკვებას, მამასაც აკეთებს ხოლმე, ამ სხვერპოზეც მიდის, მოდი ესე ვიტყვი, ბურგერსაც ჭამს და პიცასაც კიდე ზოგჯერ, იმიტომ რომ ვარო მამაო, შვილები მყავსო, ვარო მეუღლეო და შესაბამისათო ძალიან მოსაწყენი მამაც რო არ ვიყო, ჩემი შვილებისთვის ზოგჯერ ამასაც ვაკეთებო. მათი სიყვარულითო, მაგრამ იციან რომ მე ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ვარ კრისტიანო რონალდო. შვილებო. ხო, რაც შეეხება მესის, ან თვითონ აგნა თქვამი რა, რომ საშუალოდ ვიკვებოდა, როცა პატარა იყო, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ უკვე პროფესიონალური ფეხსაცმელი, ტკბილეული შოკოლადი და დიდი რაოდენობით ხორცი. ნუ ახლა ეგ არგენტინულ ფესვებზე დიდი რაოდენობით ხორცი ცუდია? დიდი რაოდენობით მარტო ხორცი ცუდია. ასაკის მატებასთან ერთად მესიმ შეიცვალა კვების მიმართ დამოკიდებულება და 2014 წელს დაიწყო საკუთარ დიეტაზე მუშაობა. სხვათა შორის იტალიელი ნუტრიციონისტი ყავს გილიანო პოზერთან ერთად. და მისი დიეტა 5 ძირითადი ელემენტით არის აგებული. ეს არის წყალი, ზეითუნის ზეთი, მთელი მარცვლის პროდუქტი, ახალი ხილი და ახალი ბოსტნეული. ანუ პასტას ჭამს შეუძლია და ხილს აყოლი. კი. მეტი არა, მედიტერანეული ის არის, დიეტა მედიტერანე. არის ზეითუნის ზეთი. ხო, და ამ ნუტრიციონალურმა დაუმატა ხილეულობა. შესაბამისად მოსაწყენი ყოფილა ეგ, თორე რონალდო კი არა. კრისტიანოს მხარეს გადავედი ავტომატურად, ჩემ და უნებურად. ალბათ ჩემი შვილის ხათრით.
სხვათაშორის 2018 წლიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ლეონელიო სრულად ვეგეტარიანულ კვებაზე გადავიდა, და ხე შეიძლება მოყევი სადასტურებს ასე, ხო? თქვი რომ ზეითუნისეთი წყალი მთლიან მარცვლოვანიო და ხილი და ბოსტნეულიო და სად არის აბა ხორცი? ცილა პროტეინი არ მიხსენებია, არ მიხსენებია. გამორიცხული. თვითონ ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს რომ მარტო ვეგეტარიანულ კვებაზეა, მაგრამ რას გაუგებ ამ გენიოს, რას გაუგებ? ყველაფერში თავისებურია. პოზერის აზრით, ანუ შაქარი და ანუ ხორბლიდან გადამუშავებული, ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები და თეთრი პური და ამ შემდეგ ქვილის ნაწარმი არის ყველაზე დამღუპველი რამ, რაც შეიძლება რაღაც ქვილის ნაწარმი? ხო, ანუ პასტა არა? ხო, ეს მისი აზრია. პასტა. და ასევე ანუ მესი იღებს მცირე რაოდენობით ხორცს. ანუ მისი რეკომენდაციით ამ გილიანო პოზერის გილიერმოსი, თუ რა თქვია? ხო, პოზერის, იმიტომ რომ რთული გადასამუშავებელიაო და ანუ პროტეინს იღებს დანამატებით შეიკების საშუალებით. ძალიან მოსაწყენია. ამიტომაც არჩევს. ხო, ახლა დღეს აღარ არის ეს ადამიანი მისი ნუტრიციოლოგი, მაგრამ ნუ ჩვევები მან ჩამოუყალიბა. და ჩვევასაც შეეხება ალკოჰოლთან მიმართებაში, ასეთი ჩვევა აქვს ლეონელს, რომ არასოდეს დაუშვა თამაშებს შორის, რაცა უნდა ისეთი პაუზა იყოს, ოს არის ჩემპიონატი ამ მსგავსი რამე, არასოდეს არც ერთ წვეთ ალკოჰოლს არ მიირთმევს, ლუდს მათ შორის, ხოლო და მხოლოდ მაშინ აკეთებს ამას, როდესაც მიდის გრძელვადიან დასვენებაზე, შვებულებაში. ანუ წელიწადში ერთხელ სავარაუდოდ, არ ვიცი ამდენჯერ ისვენებს, ისი ძალიან მცირე რაოდენობით. მოკლედ ასეთი კვების რეჟიმი აქვს, თუ ასეთი ცხოვრების წესი აქვს აი ფენომენალურ სპორტსმენს, კრისტიანოს და ლეონელს, გამიკვირდებოდა ჩვეულებრივ კვებას რომ იყვნენ და ასე შემდეგ. მარადონა პირველია. მარადონა ალბათ მარადონას სამი დრო იყვებოდა, ნამდვილად გამიკვირდებოდა, რომ მაშინ სხვა ფიზიკური ფიზიკური მოცემულობა იყო საჭირო, დღეს სხვა მასშტაბებზეა საუბარი და აგერ ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში ვწმუნდებით, რომ ისევ ისეთი მაგრები არიან, როგორებიც ასე ახალი ამოფეთქებული ვარსკვლავები, ისინი უკვე ამდენი წელი ამ სტატუსს ინარჩუნებენ და დავით მოусმინოთ მათ. მადლობა. მადლობა. საინტერესო იყო.